ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის თემა არის სრულიად საგანგებო, წარმოუდგენელი, მიუღებელი, აღმაშფოთებელი, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო, განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა და მე დღეს თქვენთან ერთად ვარ სოხუმიდან დევნილი მამუკა აჩბას გვერდით. იმ ადამიანის გვერდით, რომლისთვისაც ისევე როგორც ჩემთვის, ჩვენი პარტიის და უამრავი ქართველისათვის, განსხვავებით ჩვენი პრეზიდენტისაგან, საქართველო და სამაჩაბლო ცარიელი ქვების გროვა კი არა, ჩვენი სამშობლოს ნაწილია. მე ხელთ მაქვს სააკაშვილის ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა ინდიპენდენტში, სოფლიოში ერთ-ერთ ძალიან ავტორიტეტულ გამოცემაში, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, სხვა განცხადებებთან ერთად საუბრობს, რომ ის მიწები, რომელიც რუსეთმა მიიღო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, სხვა არაფერია თუ არა ცარიელი ქვების გროვა და მას მხოლოდ თავდასხმისთვის გამოადგებაო. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 11 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გვამცნო, რომ 2015 წელს საქართველო გაბრწყინებული იქნება. ერთის მხრივ მან შეგვაგუა მისი ჭკუით, რომ ის 2015 წლამდე და იმის მერეც დარჩება და მეორეს მხრივ ილაპარაკა გაბრწყინებულ საქართველოზე. მაგრამ ამ გაბრწყინებულ საქართველოზეც კი ის საუბრობდა აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გარეშე. იმიტომ რომ მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, როგორ აპირებს ქვეყნის გამთლიანებას, როგორ აპირებს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, უფრო მეტიც, მან სრულიად საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დევნილები ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისის, თბილისის, ანაკლიის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდნენო. და თურმე მამუკა აჩბა, რომელიც სოხუმიდან არის დევნილი, თბილისის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს და სოხუმში დაბრუნებაზე არც უნდა იოცნებოს. დემოკრატიულ მოძრაობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ სააკაშვილმა თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნულოვანი შანსი აქვს. მან თავისი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ უარი განაცხადა აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის მოგვარებაზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ქვეტექსტებში ეს მის განცხადებებში ხშირად გამოიკვეთა და ამის თაობაზე ჩვენ არაერთგზის გვითქვამს. რაც შეეხება განცხადებას, სადაც ის წერს, რომ ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შეტევისთვის არ გამოიყენებსო, ეს განცხადება ყველანაირ საზღვარს სდება. დიახ, საქართველოს პრეზიდენტისათვის აფხაზეთი და სამაჩაბლო ცარიელი ქვების გროვაა. მისთვის ჩვენი სამშობლო არის ქვების გროვა. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა, მერე რა მოხდა, 1-2 სოფელი დავკარგეთო და ჩვენ ეს მას ვაპატიეთ. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შეაგუოს იმ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარასოდეს აღარ იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ის ცდილობს ეხლა უკვე ეს ორი უმშვენიერესი კუთხე საქართველოსი წარმოაჩინოს ქვების გროვად, რომ ამით თავისი დანაშაულის სიდიდე და თავისი დანაშაულის მოცულობა შეამციროს. დემოკრატიული მოძრაობა კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისაგან სასწრაფოდ გაგვინმარტონ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს. რა არის მისთვის ფასეული და მისი რეჟიმისათვის ფასეული, რა არის ამ რეჟიმისათვის და რეჟიმის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილისათვის სამშობლო, თუ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ქვების გროვა.
გვიპასუხოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კიდევ რომელი ნაწილები მიაჩნია მას ქვების გროვად, რომ ვიცოდეთ, რომელი ნაწილების გასხვისებას ან დაკარგვას აპირებს თავისი ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სააკაშვილისათვის სამშობლო მხოლოდავლაბრის რეზიდენცია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ იმ რეზიდენციაში ის იქნება მოკალათებული. მიუმართავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სანამ სააკაშვილს მთელი საქართველო მართლაც ქვების გროვად არ უქცევია. ამოვიღოთ ხმა, ვიბრძოლოთ და დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ღირსეული ერი ვართ. მიუმართავ ომში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების დედებს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა დედებს. რატომ გაწირა თქვენი შვილები სააკაშვილმა დაღუპვისათვის, თუ თვლიდა, რომ სამაჩაბლო ქვების გროვა იყო? მე ნინო ბურჯანაძე, თითეული ჩემი თანაპარტიელის, თანაგუნდელის და თანამოაზრის სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ არ შევეგუებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პირობებში საქართველოს გამთლიანების არანაირი შანსი არ გააჩნია. ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს სააკაშვილსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სააკაშვილსა და ღირსეულ მომავალს შორის. რადგან მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისაგან განთავისუფლებულ საქართველოს აქვს ერთიანობისა და განვითარების რეალური შანსი. მე გპირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისთვის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისეთივე სამშობლოა, როგორიც იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო ან საქართველოს ნებისმიერი კუთხე. მე გპირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი სამშობლო ქვების გროვა კი არა, განუყოფელი სისხლი და ხორცია თითეული ჩვენგანისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დამნაშავე, უღირსი ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს ქვეყანას. მარტო ეს სიტყვებია საკმარისი ნებისმიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის და ნებისმიერი პრეზიდენტის პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის, რომ აღარა ვთქვა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს შერჩა იმის ღირსება, რომ ეს ჩვენს პრეზიდენტს არ ვაპატიოთ, ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ ამ ბრძოლას და ქვეყანას ერთიანობის, თლიანობის, ღირსეული ცხოვრების და დემოკრატიული განვითარების შანსს მივცემთ. მე მინდა ორიოდე სიტყვა ბატონ მამუკას ვთხოვოთ. ძალიან მოკლედ და კონკრეტულად შემოვიფარგლები. მიხეილ სააკაშვილმა მეგისვამ შეკითხოს, რომელ ქვების გროვაზე ალაპარაკი. ჩემს წინაპრების საფლავებს რომ ადებს, მე გამეცე ამ შეკითხვაზე პასუხი. სხვა არაფერი არ მაინტერესებს და გთხოვ, მე დამაბრუნე, მე მამუკა აჭბა დამაბრუნე, თუ შენ ხელისუფალი ხარ საქართველოსი, მაშინ დამაბრუნე მე ჩემს აფხაზეთში. სხვა სალაპარაკო და სათქმელი მე შენთან არ ამაგდა, სხვა პრეტენზიას მე შენ არ წაგიყენებ არასოდეს. ბატონო მიხეილ, თუ ქვების გროვაზე ალაპარაკი, მაშინ არ გავცვლი სალსაკლდებსა და მიმტკიცე, რომ მარტო პოეზიის ნიმუშია და სხვა არაფერი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.